მოგესალმებით მეგობრებო, მე სოხა ვარ, ეს კი იაპონური JDM VRX STI-ია. ეს Subaru-ს ის მოდელია, რომლის განხილვის და ტესტ-დრაივის ვიდეოსაც ვერცერთი YouTube-ზე ვერ ნახავთ, რაც ქართულ YouTube-ზე და რაც უცხოურ YouTube-ზე ამის განხილვის ვიდეო ვარდევთ. დღეიდან ჩვენი YouTube-ის ხარდაჭერები არიან Export Car Georgia, რომელმაც გადმოგცეს ეს მანქანა, ეს კონკრეტული. ეს არის იაპონური VRX STI, რომ აქვს 308 ცხენისალა და 422 ნიუტონ-მეტრი. განსხვავება არის იმაში, რომ ამ კონკრეტულ მოდელში დევს EJ20 ძრავის ტიპი, ხოლო ამერიკულ ვერსიებში კიდევს EJ25 ტიპი. ასევე განსხვავებული არის ის, რომ ამ მოდელზე აყენია განსხვავებული ტურბო. კონკრეტულად ეს მოდელი იწარმოებოდა 2015 წლიდან 2021 წლამდე და ეს იყო Subaru Polo STI ბაგაიდის შემდეგ. მისი ფოტოს ამონათდება და უფრო კარგად მიხვდებით, რომელზე არის საუბარი. ეს იყო Polo STI, რომელიც Subaru-მ გამოუშვა. ეს კონკრეტული არის 2015 წლის ვერსია და აყენია ეს 207-ის ლიმიტებული ედიშენის კარბონის სპოილერი, რომელიც ასევე ვიყენია კარბონის უამრავი დეტალი, როგორც არის დაქცეილი. ამ კონკრეტული მოდელის პირდაპირ კონკურენტი არის Evolution 10 2015 წლიანი, რომლის განხილვის ვიდეოსაც ალბათ მომავალში გადავიღებთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აუცილებლად იქნება ეგეც და ამის შემდეგ იქნება ძალიან მაგარი მანქანები, რომლებსაც აუცილებლად შემოვთავაზებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება 18 მაისის რაგის მერე და 18 მაისსაც ელოდეთ. არ დაგუწყოთ ვიდეოს დალაიქება, არქის გამოწერა. ეხლა კი გადავიდეთ ძრავთან და გადავიღოთ ძრავის დეტალები. როგორც წეგან ვახსენე, კონკრეტულ ამ მოდელში დევს EJ20 ტიპის ძრავი, რომელიც არის 2-0 მოცულობის და ასევე არსებობს EJ25, რომელიც გამოდიოდა ამერიკული ბაზრისთვის და ასევე რაც გამოუარჩევს ამ ყველაფერს ის არის, რომ ამ მოდელსაც განსხვავებს ამერიკული ბაზრისთვის გამოშვებული Subaru-სგან არის, რომ იმ მოდელში დევს EJ25 ტიპის ძრავი, რომელიც არის 2.5 კუბატურის, აყენია V48 ტურბო, რომელიც არის single scroll-ი და შედარებით მეტი ლაგი აქვს ამ მოცემულ V49-დან შედარებით. ამ კონკრეტულ JDM VRX STI-ზე აყენია 6-იანი გადაცემათა ყოლოფი, რომელსაც ის განსაკუთრებულს ხდის და ასევე განსხვავება რაც არის, რომ all-wheel drive სისტემა, ამას აქვს სიმეტრიული, წინ აყენია სიმეტრიული ხიდი, ხოლო უკან აყენია ორსენის ფირმის LST ხიდი. ახლა გადავიდეთ სალონში და სალონიდანაც განახებთ ბევრ დეტალს. შეეხება სალონს. მოცემულ მანქანაში გვაქვს კარბონის დეტალები, რომელიც გვაქვს ყველგან აბსოლუტურად. როგორც წეგან ვისაუბრე, გვაქვს 6 ჩქარიანი გადაცემათა ყოლოფი, ასევე გვაქვს ხიდის მექანიკური კონტროლირება, გვაქვს sport რეჟიმი და ასევე ხიდის დიფერენციალის ცვლილება. ხო, რაც შეეხება საჭეს, საჭე გვაქვს სპორტული დიზაინის, რომელსაც გვაქვს STI-ის ლოგო, ასევე STI-ის ლოგო გვაქვს start stop-ზე. ხო, კიდევ რა შეიძლება ითქვას, გვაქვს მეორე სავაზლები, რომელიც შესრულებული არის ალკანტარა სტილში და გვაქვს ალკანტარა, ასევე გვაქვს ტყავი. ასევე უნდა შევახოთ ამ მანქანის გასაღებს, რომელიც გვაქვს აქაც ისე კარბონი გვაქვს. ეს არის ამ მანქანის გასაღები, ჩაოლებები. ეხლა დავხოთ და გავიგოთ ამ მანქანის ხმა. კიდევ წაგან კი მოისმენთ კადრებში, მაგრამ უფრო მეტად გაჩვენებთ. ყველა პარკება აგერი იაპონელი. როგორც გითხარით, აქ გვაქვს სპორტ რეჟიმი, რომელსაც ახლა გავაქტიურებთ, თანხმაც მოვისმინოთ.
შესანიშნავი ხმა აქვს ამ მანქანას თავისი კუბატურიდან გამომდინარე და Subaru-ს ეს არასდროს არ ეშლებოდა. ხო, ახლა ჩავაქროთ და გადავიდეთ უკანა მხარეს, განახებთ კიდევ რა დეტალები გვაქვს. ამ მანქანას აქვს თავის გამოყოფილი სეგმენტი, ვინც ამას ყიდულობს. უკანაც ანალოგიურად გვაქვს ალკანტარის შესრულებული სავაძლები, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. ხოლო სივრცეს რაც შეეხება, ძალიან პატარა სივრცე არის უკანა მხარეს, მაგრამ როგორც წეგანმახსენე, ეს მანქანა არ არის ყოველდღიური გადაადგილების. ეს მანქანა არის იმის, რომ გამოხვიდე, გაერთო და ისიამოვნო მისი შესაძლებლობებით.